ძალიან გაბრაზებული ვარ, აი ძალიან გაბრაზებული ვარ მართლა და ზოგადად ჩემი გაბრაზება მარტივი არ არის, მაგრამ ზომოდ გაბრაზებული ვარ. მოკლედ გუშინ ვნახე TikTok-ზე, არ ვიცი ალბათ სხვა სოციალურ ქსელებშიც გააგრძელებენ ამის გაკეთებას. მოკლედ ხელოვნური ინტელექტისგან იყო გაკეთებული ვიდეო, სადაც დგას ქართველი გოგოები და ბიჭები დგანან არაქართული წარმოშობის აფხაზ გოგო ბიჭებთან ერთად, მხრებზე საკუთარი დროშებით და ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ერთი გზა გვაქვს, ჩვენ ერთმანეთი სახლობლები ვართ და რაღაც და ბოლოს ამბობენ, რომ ქართველები და აფხაზები არიან მეზობლები, ანუ წარმოუდგენელია, ანუ ყველაფერს, ანუ მარაზმს მიღმა ეს ყველაფერი. მაგრამ ეს ყველაფერი რისი ბრალია და ანუ რეალურად ანუ ხალხმა არ მიაქცია ყურადღება ხდები, ანუ სადღაც შეაცურეს რა, სადღაც წუთნახევრიანი ვიდეოში ბოლო 5 წამში იყო, აი პროპორციულად რო აღვიქოთ დაახლოებით როგორც იყო რა და ანუ რეალურად ნახე რომ ტიპებს ქართველები უწერდნენ გულებს თუ რაღაცა რა, იმიტომ რომ ანუ აი ძალიან ეშმაკურად როგორც იციან ეს რაღაცა იმას აკნეს რა. ხო და რის თქმა მინდა რომ ანუ რეალურად იმდენად გვინატრება ეს მომენტი რომ ანუ მათგან ანუ მათ რაც ჩაიდინეს ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადინული დანაშაულები 92-93 წლებში და მოგვიანებითაც თითქოს აი იმის მე რაღაცა გვიკვირს ხარ რომ ვა რაღაცა საქართველოს დროშას თან ერთად ადამიანებს რაღაცა თბილად ექცევიან თუ რაღაც ხო აი ეს გვიკვირს მაგრამ რეალურად ანუ ეს არის მარაზმი რბილი ძალის გამოყენებაზე გადავიდნენ ხა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არ გამოვუვათ უბრალოდ უნდა იყოს ძალიან ფრთხილად და ანუ იმათ ხვიდან წამოსვლა მიაფასებენ პროპაგანდას ჩვენ უნდა დავახვედროთ ჩვენი ზვირად ღირებული პროპაგანდა თუ რა ვიცი რაც გინდათ ის დაარქვით რა რეალურად აქეთ მხრიდანაც უნდა დაიწყოს რაღაცების პროცესებზე მუშაობა თქვენ შემოთავაზეთ იდეებში მე ყველა კომენტარს ვკითხულობ აბსოლუტურად არც მე ხინდური კომენტარი რო არ გავერწავიკითხო მაგრამ მე რაც არ მაქვს ხოლმე ყველას ვკითხულობ და მოდი ესე ვქნათ თქვენ დამიწერეთ კომენტარები რა შეიძლება ამასთან დაკავშირებით გაკეთდეს და ყველა კომენტარს ინდივიდუალურად უპასუხოთ და ჩემს ზრს გაგიზიარებთ მადლობა